სახლში უმასპინძლად ქვეყნის პირველი პირი სლოვაკეთში ევროპის ქვეყნების სხვა ლიდერებთან ერთად გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობს. 13 ივნისის სტიქიას ბრატისლავაშიც გამოეხმაურნენ. ლევან ჩუგოშვილი აშუქებს პრეზიდენტის ვიზიტს და მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციას. 13 ივნისის სტიქიური უბედურება სლოვაკეთშიც აღმოჩნდა ერთ-ერთი მთავარი თემა. სწორედ ამ საკითხზე ისაუბრეს საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა. მათ პირისპირ გამართეს აუდიენცია, ამის შემდეგი უკვე შეხვედრები გაგრძელდა გაფართოებულ ფორმატში და სწორედ აი ამ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სლოვაკეთი მზად არის, რომ ქვეყანას ფინანსურად დაეხმაროს. მან გითხრა, რომ ყველა ტიპის დახმარებისთვის არის მზად, მათ შორის ეკონომიკური დახმარებისთვის და როდესაც ჩვენი ქვეყანა ჩამოყალიბდება, რა ტიპის დახმარება არის საჭირო, ისინი მზად იქნებიან ამ დახმარების გასაწევად. დღესვე საქართველოს პრეზიდენტი ჩაერთო გლობალური უსაფრთხოების ფორუმის მუშაობაში. ამ ფორუმზე ერთ-ერთი მთავარი თემა არის ნატო და მომდევნო სამიტი, რომელიც უკვე უნდა გაიმართოს ვარშავაში. ბუნებრივია იმ ადამიანებს, ვინც იმყოფებიან ამ ფორუმზე, ჩვენ ვკითხეთ თუ რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს საქართველოს სწორედ აი ამ სამიტთან დაკავშირებით. აქ იმყოფება ასევე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ ამბობს, რომ საქართველოს უნდა დააფიქსიროს პროგრესი და სავარაუდოდ ეს პროგრესი უკვე აისახება ნატოს მომდევნო სამიტზე. ჩვენ ახლა ნატოს საქართველოს პაკეტის განხორციელების შუა ეტაპზე ვიმყოფებით. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, რომ პაკეტი დადებით შედეგს მოუტანს როგორც საქართველოს, ასევე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს. რა იქნება ვარშავის სამიტზე და რა მოხდება საქართველოსთან მიმართებაში, ეს რთული სათქმელია ამ ეტაპზე. ჩვენ განვაგრძობთ აქტიურ დაკვირვებას, როგორი იქნება პროგრესი. საქართველოს უნდა განაგრძოს რეფორმები და ამაზე ბუნებრივია ბევრი იქნება დამოკიდებული. ალბათ თქვენ მკითხავთ მაპზე და მე ამაზე ვერაფერს ვიტყვი ჯერ. ნატოს გენერალური მდივანი გეგმავს თბილისში ჩამოსვლას. ეს ძალიან საინტერესო ვიზიტი იქნება. უსაფრთხოების თვალსაზრისით უმწვავესი საკითხებია უკრაინა და ისლამური სახელმწიფო, ასევე ლტოლვილები. ვარშავის სამიტი მომავალ წელსაა და ახლა ცოტა ადრეა ამაზე საუბარი. ჩვენ ორი რამის გათვალისწინება გვიწევს. პირველი, საქართველოს საშინაო დავალება უნდა შეასრულოს და მე ამ კუთხით პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან საქართველოს თავისი გადაწყვეტილებების ერთგულია. მეორე და ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიცია, ანუ არ გადავიფიქროთ, როცა საქმე ღია კარის პოლიტიკას ეხება. ეს ხაზგასმით აღვნიშნე დღეს ჩემს გამოსვლაში. ჩვენ გადაწყვეტილებებში მკაფიო პოზიცია და დამაჯერებლობა გვმართებს. შესრულებულ კრიტერიუმებს შანსი უნდა ჰქონდეს. საქართველოს პრეზიდენტი სლოვაკეთში იმყოფება სამდღიანი სამუშაო ვიზიტით. ხვალ ფორუმზე უკვე მთავარი თემა იქნება უკრაინის კრიზისი. აქ ელოდებიან უკრაინის პრეზიდენტს, მასთან ერთად კი ფორუმში მონაწილეობის მიღებას გეგმავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტიც. ლევან ჩუგოშვილი საუბრობდა სლოვაკეთიდან. ჩვენს ეთერში კი რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით, დაგველოდეთ. სტიქია და ოლიმპიადა. ბაქოში მივიღეთ ბევრი არასწორი ინფორმაცია. ევროპის ოლიმპიური კომიტეტის წევრების საგანგებო ვიზიტი თბილისში. არც ერთ ობიექტს არანაირი საფრთხე, არანაირი პრობლემა არ გააჩნია. ოლიმპიური ინფრასტრუქტურა და მზადება თბილისი 2015-ისთვის. მეექვსე დღეა საქართველოს შოკიდან ვერ გამოდის. მეექვსე დღეა საქართველოს დაღუპულებს დასტირის. მეექვსე დღეა ქვეყანა უსახკარო დარჩენილებს ეხმარება და დაკარგულებს ერთად ეძებს. თბილისის ტრაგედია, რომელიც დღითიდღე მძაფრდება. აირის დახურვა არ შეიძლებოდა ვერისხეობის მიღუმებით უხველა. შემოვარდა რკინის კარში წყალი და მე არ ვიცი არაფერი. 50 წლის შრომა წყალმა წაიღო. საქართველოს პროკურატურამ საქმის გამოძიება დაიწყო. გაჩნდება თუ არა ამ ტრაგედიაში კონკრეტული დამნაშავე ან დამნაშავეები. რით დასრულდება პროკურატურის საგამოძიებო მოქმედებები. ვაკეს საბურთალოს ახალი გზა, ხელისუფლების თავსატეხი, ვის წარუდგენენ ბრალს. უნდა დაისვას პასუხისმგებლობის საკითხი. იმ ადამიანების, რომლებმაც წლების განმავლობაში არ მიაქციეს, თუ ეს რა თქმა უნდა გამოიკვეთა, ყურადღება ამ მდგომარეობას. რამდენად უსაფრთხოა დედაქალაქში ცხოვრება, რა შეიძლება მოხდეს, თუ სტიქია ისევ შემოგვიტევს, ვარ თუ არა დაზღვეულები ახალი ტრაგედიისგან, თბილისის საბედისწერო წვიმა.
რა აქვს სათქმელი და რას უპირებს ხელისუფლება იმ ადამიანებს, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა სტიქიიდან მე-6 დღეს რეაქციაში ქვეყნის პირველი პირები. მომხდარს ვაჯამებთ მათთან ერთად, ვინც ქვეყნის მართვაზეა პასუხისმგებელი. დღეს საღამოსათზე რეაქციაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. ხელისუფლების რეაქცია. ზაფხულის ეთერის გასართობი გადაცემების სპონსორია ჯეოსელის როუმინგი. იმოგზაურეთ საზღვარგარეთ ნომრის შეუცვლელად ყველაზე იაფად, მხოლოდ 25 თეთრად. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია რიკო ინტერნეიშნალი. ტურები ეგვიპტის, დუბაისა და თურქეთის მიმართულებით საუკეთესო ფასად. იმოგზაურეთ რიკო ინტერნეიშნალთან ერთად. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია ზედაზენი. ზედაზენი. აბარა. სტომატოლოგიური კლინიკა ევროდენტი გთავაზობთ 40%-იან ფასდაკლებას დენტალურ იმპლანტაციებზე. მისამართი ალექსანდრე ყაზბეკის 14B, ტელეფონი 218-1661. სალატო კლასიკური ბერძნული ფეტას ტიპის ხველი, რომელიც საოცრად უხდება სალატებს და ბოსტნეულს. მე მჯათან ერთად ყველაფერს მიჩვენია. ყველი ვერქოფერი ავსტრიული ხარისხი წარმოებული საქართველოში. ახალი ყაზბენი ლუც მიზეზე არ სჭირდება. ჩვენ შევქმნით საბურავები, რომლებიც გაძლევთ საწვავის ეკონომიას და უფრო ხანგრძლივად გემსახურებათ რთულ გარემო პირობებშიც კი. ეკოპია, ეკონომია მოძრაობაში. Bridgestone შეიძინეთ თეგედა მოტორსის ცენტრებში. ნეტკრედიტი არის კომპანია, რომელიც ყოველთვის სიმართლეს ამბობს. არა მეგობარო, პირველი შთაბეჭდილება არ არის გადამწყვეტი. კიდევ ერთი წყვილი ფეხსაცმელი შენს კარადაში სამუზეუმო ექსპონატად? თუ ვინმე სასესხე ფული, მნიშვნელოვანია რომ მას განუმარტო ყველაფერი. აი ეს არის თქვენი მეორე საფულე. გამოიყენეთ იგი გონივრულად. ახალ კლიენტებს შეუძლიათ აიღონ სესხი 300 ლარამდე, 30 დღით და თანაც უფასოდ, ხოლო არსებულ კლიენტებს 1000 ლარამდე. ნეტკრედიტი, შენი მეორე საფულე. ახალი იაკობსის სამიერჩი წარმოუდგენელი კაპით. არ მისცეთავს უფლება გადაიწვას სამსახურში. იაკობსის სამიერჩი კაპუჩინო. იმუშავე მაგრად და ისვენე კარგად. წარმოუდგენლად მძლავრი smartphone P90, ბატარეის სიმძლავრე 4000 მAh, პროცესორი Intel Atom, Lenovo P90. GPS-ი წარმოგიდგენთ Elps, რომელიც გთავაზობთ Excellence-ის თმის საღებავებს და Nivea-ს დეოდორანტებს 20%-იანი ფასდაკლებით. Elite Electronics-ში შეიძინეთ საუკეთესო ხარისხის Bosch-ის კონდიციონერი 400 ლარამდე ფასდაკლებით და შექმნით თქვენთვის სასურველი ამინდი თქვენ სახლში. ველკო პოპოვიცკი კოზელი იხარშება ჩეხეთის გულში 1874 წლიდან. პაპუკი ცომის დასამზადებლად ვიყენებთ მაღალი ხარისხის ფქვილსა და კარაქს, რათა ორცხობილა ისეთი გემრიელი გამოვიდეს, როგორიც ჩვენ გვიყვარს. არ აქვს მნიშვნელობა, ვანილი უფრო გიყვართ, შოკოლადი თუ კრემ ბრიულე, რადგან რბილ და ხრაშუნა ორცხობილაში სამივე ძალიან გემრიელი. ნაყინი სენდვიჩი, სიგრილე, რომელიც გათბობს. ავერსის იდეალური გათამაშება დაიწყო. თამაშდება 5x5000, 5x10000, 20000 და 40000 ლარი. ასევე 19000-ზე მეტი მომენტალური პრიზი. წყალი მომწყურდა. რაღაც ხმა მომესმა ესოდან. ტელევიზორი გამორთე. პროსტამოლ უნო. აწესრიგებს პროსტატის გადიდებით გამოწვეულ შარდვის პრობლემებს. პროსტამოლ უნო. აღარ გჭირდება თავის მართლება. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
ჩვენ შევქმნით საბურავები, რომლებიც გაძლევთ საწვავის ეკონომიას და უფრო ხანგრძლივად გემსახურებათ რთულ გარემო პირობებშიც კი. ეკოპია, ეკონომია მოძრაობაში. Bridgestone შეიძინეთ თეგედა მოტორსის ცენტრებში. იყავით ჩვენი ერთგული. მიიღეს სესხი და ისერგებლე მზარდი 20%-მდე ფასდაკლებით ყოველი მომდევნო სესხის საკომისიოზე. ბიბუშჩი, ფული თანამედროვე ხალხისთვის. საღამოს გასართობი გადაცემების წარმოდგენია მახთი, შეიძინა 4G მოდემები და მიიღეს საჩუქრები 1000 მეგაბაიტი და 20%-იანი ფასდაკლება ინტერნეტ პაკეტებზე პორტალიდან mymakti.com. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ექსპრეს ბანკი. ყველაზე მარტივი ბანკი საქართველოში. ექსპრეს ბანკში სესხის აღება ყველაზე მარტივია. ექსპრეს ბანკი. მარტივია. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია თოლია საოჯახო. შექმენი, შენი ნაღელი. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ლუდი კოზელი. იხარშება ჩეხეთის გულში 1874 წლიდან. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია სმაილი. ხოლო სმაილში კონდიციონერი და მონტაჟი თვეში 39 და მაცივარი თვეში 29 ლარიდან. სმაილი ტექნიკა თქვენი გაწყობისთვის. ეს არის ქრონიკა 8-ზე უცხოეთის სიახლეების დროა კუბამ წნეხი შეამცირა. დღეიდან კუბელებს ინტერნეტის მოხმარება თავისუფლად შეეძლებათ. ჰავანის 35 საჯარო დაწესებულებაში უსადენო ქსელი ამოქმედდება. აქამდე კუნძულზე ოფისებსა და უწყებებში ინტერნეტთან წვდომა რეგლამენტირებული იყო. დღემდე ინტერნეტის მოხმარების მიხედვით კუბა ერთ-ერთ ჩამორჩენილ შეზღუდვების კუთხით კი ერთ-ერთ გამორჩეულ ქვეყნად ითვლებოდა. კუბის ინტერნეტიზაციაზე ია შათირიშვილი გიამბობთ. კუბა ერთ-ერთი ლიდერია იმ სახელმწიფოებს შორის, სადაც ტექნოლოგიების ეპოქაში ინტერნეტის ყველაზე ნაკლები მომხმარებელია. თუმცა ქვეყნის ხელისუფლება ცოტა ხანში ამ პრობლემის გამოსწორებას გეგმავს. ტელეკომუნიკაციების სახელმწიფო სამსახური ჰავანაში ეგრეთ წოდებული Wi-Fi-ის 35 წერტილის უზრუნველყოფას აპირებს. ეს ძალიან კარგი სიახლეა, მაგრამ პრობლემა ამით არ მოიხსნება. ინტერნეტით სარგებლობა ჩვენთან ძვირია. დღეისთვის კუბაში ინტერნეტით 1 საათით სარგებლობა მომხმარებელს $4.5 უჯდება. მართალია ხელისუფლება ამ თანხის $2-მდე შემცირების პირობას დებს, მაგრამ რიგითი კუბელები ამბობენ, რომ ესეც ძვირია. ჩვენთვის $2 დიდი ფულია. თუ ფასი დაიწევს, კიდევ უკეთესი იქნება. კარგია თუ ინტერნეტი ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი. სწორედ ღირებულების გამო ინტერნეტს კუბის მოსახლეობის მხოლოდ 3.4% მოიხმარს. ფასის მიუხედავად ინტერნეტთან წვდომა კუნძულზე მაინც შეზღუდული იქნება. 35 სადგურიდან თითოეული ერთდროულად მხოლოდ 50-დან 100 მომხმარებლამდე მომსახურება შეძლებს. ამასთან სიჩქარე წამში მხოლოდ 1 მეგაბაიტი იქნება. ინტერნეტ მომსახურების გააქტიურება კუბაზე შტატების მხრიდან ეკონომიკური ემბარგოს მოხსნის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ხელისუფლებას და ჰავანის მოსახლეობას იმედოვნებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ინტერნეტი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, კუნძულის მცხოვრებლები შტატებთან ონლაინ ბიზნესის წარმოება შეძლებენ. კიდევ რა ხდებოდა დღეს მნიშვნელოვანი მსოფლიოში, გაიგეთ უცხოეთის ახალი ამბების ქრონიკიდან. მისი აზრით, კრიზისის დასაწყებად საჭიროა უკრაინაზე დასავლეთის მხრიდან ზეწოლა. რუსეთმა და საბერძნეთმა თურქული ნაკადის გასადენის მემორანდუმს ხელი მოაწერეს. თურქულმა ნაკადმა რუსეთისა და ევროკავშირის გამწვავებული ურთიერთობების ფონზე სამხრეთის ნაკადი ჩაანაცვლა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აზერბაიჯანელი დევნილების სარჩელზე სხვადასხვა შეფასება მოყვა. განჩინება აზერბაიჯანში სომხეთის მიერ ყარაბაღის ოკუპაციის ცნობა აღიქვეს ევროსასამართლოს მხრიდან. ოფიციალურმა ერევანმა კი ბაქოს შეფასებას დადგენილებით манипуляცია უწოდა. მიშელ ობამამ ჩარლსტონში სროლის შედეგად 9 გარდაცვლილის ხსოვნას პატივი იტალიაში ვიზიტისას მიაგო. შეერთებული შტატების პირველმა ლედიმ სიტყვით ვიჩენცაში ამერიკული გარნიზონის წარმომადგენლებს მიმართა. თურქეთში ყოფილი პრეზიდენტი სულეიმან დემირელის დაკრძალვის ცერემონია გაიმართა. დემირელი ანკარაში გიუვენის საავადმყოფოში 4 შაბათს გარდაიცვალა, სადაც იგი სასუნთქი გზების ინფექციის დიაგნოზით მოათავსეს. იერუსალიმში, ალაქსასა და ჰებრონში ალ-იბრაჰიმის მეჩეთში პილიგრიმები რამადანის დაწყებას აღნიშნავენ. გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. გერმანელმა მამაკაცმა მეგობარ გოგონასთან დაშორების შემდეგ ქონება ზუსტად შუაზე გაყო. eBay-ზე გამოტანილ ნივთებს შორისაა შუაზე გადახერხილი ტელევიზორი, ნოუთბუქი, ავეჯი, ველოსიპედი, სათამაშო დათვი, iPhone 5 და Opel-ის მარკის ავტომობილი, რომლის წინა ნაწილის შეძენა 4 ევროდ და 50 ცენტად შეიძლება.
დაუბრუნდეთ ისევ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ერთი თვეც და ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი დაიწყება. თბილისი 2015 ოფიციალურად ივლისის ბოლოს გაიხსნება. ფესტივალის მასპინძლობისთვის მიმდინარე სამუშაოები თბილისში მომხდარ მასტრიქიამ მცირედ შეაფერხა. წყალდიდობა ბერის ბაღის საკალათბურთო დარბაზი დააზიანა, თუმცა ორგანიზატორები ოლიმპიადამდე მისი მოწესრიგების პირობას დებენ. მათ ოპტიმიზმს იზიარებენ თბილისში საგანგებოდ ჩამოსული ევროპის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებიც. სანდრო გოჩაშვილმა დაათვალიერა ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი სამუშაოები. ეს ვერისბაღში მდებარე საკალათბურთო დარბაზია. ოლიმპიური ობიექტებიდან სტიქია მხოლოდ ეს შენობა დააზიანა, თუმცა უმნიშვნელოდ. ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტში ამბობენ, რომ თამაშების დაწყებამდე საკალათბურთო დარბაზი სრულ ზადყოფნაში იქნება. ასევე მზად იქნება ახალი სპორტის სასახლე, სადაც ხელბურთის მატჩები გაიმართება. მიმდინარე სამუშაოს დროულად დასრულების იმედი აქვს ეკონომიკის მინისტრს. იყო მცირეოდენი დაზიანებები, მაგრამ ძალიან მცირე პერიოდში გამოსწორდა და დღესაც მიმდინარეობს მუშაობა. ჩემთვის რამდენადაც არის ცნობილი, შეფერხებები არ იქნება. ჩატარდა დამატებითი ინსპექტირება და არც ერთ ობიექტს არანაირი საფრთხე, არანაირი პრობლემა არ გააჩნია და თბილისი მზადაა, რომ მაღალ დონეზე უმასპინძლოს ოლიმპიურ თამაშებში. 13 ივნისის სტიქიამ ევროპის ოლიმპიური კომიტეტი შეაშფოთა. კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის წევრები ვითარების ადგილზე შესასწავლად საქართველოში ჩამოვიდნენ. სტუმრები ამბობენ, რომ ბაქოში